ძმებო და დებო, სანამ ვიდეოს დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დაგვიტოვეთ თქვენი აზრი, რათა ჩვენი პროექტი განვაგრძოთ და უფრო ძლიერად გავიზარდოთ. ეს თქვენგან ყველაზე დიდი მხარდაჭერაა. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. ბოლო პერიოდში სპორტული სამყარო ხმაურით განიხილავს ილია ტოპურიას ბოლო ბრძოლას და მის მომავალს. უამრავი პოდკასტი და სპორტული არხი საუბრობს იმაზე, რომ თუ ილია ტოპურია ოდესმე შეხვდება ისლამ მახაჯევს, ეს შეიძლება გახდეს მისი კარიერის ბოლო ბრძოლა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის მოიგებს. რადგან ასეთ გამარჯვებას შეუძლია ის ისტორიის წიგნებში სამუდამოდ ჩაწეროს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ მებრძოლად UFC-ს ისტორიაში. ვინაიდან თუ ილია ტოპურია მოახერხებს მესამე ქამრის აღებას სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ის ავტომატურად შევა UFC-ს ყველა დროის ტოპ 5-ში. დღემდე არც ერთ მებრძოლს არ მოუგია სამ სხვადასხვა კატეგორიაში. სწორედ ამიტომ ეს იქნებოდა არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ერთგვარი კულმინაცია წერტინი დიდებულ კარიერაზე. თუმცა, გულწრფელად რომ თქვათ, მახაჩემის დამაცხება ილიასთვის თითქმის შეუძლებელია. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ამ სპორტში, იცის, რომ მახაჩევი ბუნებრივად ბევრად მძიმეა. ის იწონის დაახლოებით 90 კილოგრამს, მაშინ როცა ტოპურია ჩვეულებრივ იბრძვის 70 კილოგრამში. ეს თითქმის 20 კილოს სხვაობაა, დიახ, მახაჩევი წარსულში ასწორებდა წონას 70-ზე, 55 ფუნტზე, მაგრამ ახლა მას თავად უთხოვს. აღარ შემიძლია იქ ჩასვლა, ჩემი სხეული აღარ მაძლევს საშუალებას. ამიტომ თუ ეს ბრძოლა 77 კილოგრამში გაიმართება, ეს უკვე სრულიად სხვა დონის დაპირისპირება იქნება. და დიახ, ძალიან არარეალური იქნება ტოპურიასთვის. მახაჩევი მონსტრია ამ წონაში, ფიზიკურად უპირატესია თითქმის ყველას. ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ თუ ილია ამ ბრძოლას ჩაატარებს, ეს შესაძლოა გახდეს მისი საფინალო ნაბიჯი, გამარჯვების შემთხვევაში დიდებულად დასრულებული ისტორია. მაგრამ თუ წააგებს, შეიძლება დაკარგოს ბევრი სტატუსი, მუხტი, გავლენა. სწორედ ამიტომ ზოგი ფიქრობს, რომ ტოპურიამ შესაძლოა აირჩიოს სხვა გზა, ბოქსი, ზუსტად ისე, როგორც ამას კონორ მაკგრეგორი აკეთებდა. მაგრამ აქაც არსებობს ერთი სერიოზული პრობლემა. კონორს დღემდე არ ჩაუტარებია მეორე ბოქსის ბრძოლა, იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ კონტრაქტით არის მიბმული UFC-სთან. მას დარჩა 2 ბრძოლა კონტრაქტით და სანამ ეს კონტრაქტი არ ამოიწურება, ის ვერ წავა სხვა სპორტში. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა. შეძლებს კი ილია ტოპურია UFC-სთან იმგვარი შეთანხმების მიღწევას, რომ მხოლოდ 1 ან 2 ბრძოლაზე მოაწეროს ხელი და შემდეგ წავიდეს ბოქსში. ჩემთვის პირადად ეს რთულად წარმოსადგენია. UFC არ არის ორგანიზაცია, რომელიც ადვილად უშვებს ვარსკვლავებს. ისინი იშვიათად აძლევენ მებრძოლს კონტრაქტს მხოლოდ 1 ბრძოლაზე. თუ ილია მოაწერს ხელს მხოლოდ 1 ბრძოლაზე, ეს დიდი რისკია. წააგებს და მისი პოპულარობა დაეცემა. მერე ვინ მისცემს იგივე ფულს შემდეგთვის? რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ტოპურიამ თქვა: მე 1 ბრძოლას ჩავატარებ მახაჩევთან, ავიღებ უზარმაზარ თანხას და შემდეგ რაც იყოს არ მაინტერესებს. ეს იქნებოდა სარისკო, მაგრამ თან მამუცური ნაბიჯი, საკუთარ თავზე დადებული ფსონი. სპორტში ასეთი შემთხვევები ბევრია. NBA-შიც არიან მოთამაშეები, რომლებმაც უარი თქვეს გრძელ კონტრაქტებზე და ბოლოს თავმა მიიღეს და ყველაფერი დაკარგეს. გახსოვთ დემარკუს კაზინსი. კაცმა უარი თქვა 30 მილიონიან კონტრაქტზე და შემდეგ დაზიანების შემდეგ კარიერა თითქმის დაასრულა. ასეთივე რამ შეიძლება მოხდეს მებრძოლთანაც. თუ ილია მხოლოდ 1 ბრძოლას მოაწერს ხელს და შემდეგ წააგებს, შესაძლოა კარიერა მოულოდნელად გაჩერდეს. მეორე მხრივ, თუ მოიგებს, ის ისტორიაში შევა, მაგრამ როგორ გააგრძელებს შემდეგ? UFC-სთან ურთიერთობა ყოველთვის რთულია. კონტრაქტები მკაცრია, მოლაპარაკებები ხანგრძლივი და უპირატესობა იშვიათად არის მებრძოლის მხარეს. სწორედ ამიტომ ილიას გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული მის კარიერაში. ახლა კი გავაგრძელოთ, ძმებო და დებო. როცა ვსაუბრობთ ილია ტოპურიას მომავალზე, მხოლოდ ბრძოლები და ქამრები არ არის მთავარი. მთავარი არის რისკი და ფული. 2 ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს მებრძოლის მომავალს. როგორც ყველა დიდ ჩემპიონს, ილიასაც აქვს არჩევანი. ან დარჩეს UFC-ში და აგრძელოს თავისი მემკვიდრეობა, ან გადავიდეს ბოქსში და სცადოს უზარმაზარი ფულის შოვნა, მაგრამ ამასთანავე დიდ რისკზეც წავიდეს. ბევრი ამბობს, რომ თუ ილია მოიგებს მახაჩევთან და აიღებს მესამე ქამარს, ეს იქნება იდეალური მომენტი საპენსიო წასასვლელად. მაგრამ მოდით რეალურად ვიფიქროთ. ილია მხოლოდ 28 წლისაა. ეს ახალგაზრდაა სპორტული კარიერისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა მებრძოლი თავისი პიკის მწვერვალზეა. ამ ასაკში კარიერის დასრულება იქნებოდა როგორც გამარჯვება, ისე დანაკარგი. დიახ, ის დატოვებდა ისტორიას, მაგრამ ამასთანავე დაკარგავდა წლებს, როცა შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტი მიეღო. გარდა ამისა, სპორტის ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა ჩემპიონები ნაადრევად წავიდნენ და შემდეგ ინანეს. გახსოვთ ხაბიბ ნურმაგომედოვი? დიახ, ის წავიდა ისტორიაში დაუმარცხებლად, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ
მას შეეძლო კიდევ 1-2 წელი ემეფრობა UFC-ში. იქნებოდა ბრძოლა ჯორჯ სენტ-პიერსთან. იქნებოდა ალბათ კიდევ ერთი დაცვა. ეს ყველაფერი დაემატებოდა მის მემკვიდრეობას. მაგრამ მან აირჩია წასვლა მწვერვალზე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს პატივსაცემი გადაწყვეტილებაა, ზოგისთვის მაინც დარჩა განცდა, რომ ხაბიბმა რაღაცას ხელი მოაკლო. ზუსტად იგივე დილემის წინაშე დგას ახლა ილია ტოპურია. თუ ის დაამარცხებს მახაჩევს, მისი სახელი უკვე დაიწერება ოქროს ასოებით. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რა დარჩება შემდეგ? ბოქსი? დიახ, შესაძლოა. მაგრამ ნუ დაგვამიწყდება, რომ ბოქსი სულ სხვა სამყაროა. იქ ტექნიკა, ტაქტიკა და ენერგიის განაწილება სრულიად განსხვავებულია. MMA-ში შეგიძლია იმუშაო ფეხებით, იდაყვებით, კლინჩში, მიწაზე. ბოქსში კი ყველაფერი მხოლოდ ხელებზეა. ამიტომაც, როცა MMA-ის მებრძოლები გადადიან ბოქსში, ხშირ შემთხვევაში მათ ძლიერად სჯიან. შეგვიძლია გავიხსენოთ მაგარიტები. კონორ მაკგრეგორი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი MMA-ის მებრძოლი, მაგრამ როცა შეხვდა ფლოიდ მეივეზერს, მიიღო ნამდვილი გაკვეთილი. ფრენსის ნგანო, მონსტრი, რომელიც MMA-ში ყველას ანადგურებდა, მაგრამ ბოქსში მას სერიოზული სირტულეები შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ გამბედაობა ნამდვილად არ აკლდა. მოკლედ, ბოქსი MMA-ის ვარსკვლავებისთვის შეიძლება აღმოჩნდეს მახე, თითქოს ადვილი ფული, მაგრამ რეალურად დიდი რისკი. თუმცა ილია განსხვავებულია. მასში იგრძნება მშვიდი თავდაჯერებულობა. ის არ ლაპარაკობს ბევრს, მაგრამ როცა ამბობს, ასრულებს. ამიტომაც, ბევრი გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ თუ ტოპურია გადაწყვიტავს ბოქსში გადასვლას, ის ამას გააკეთებს მხოლოდ მაშინ, როცა ბოლომდე იქნება დარწმუნებული საკუთარ ძალებში და ფინანსურ მდგომარეობაში. ფულზე რომ ვთქვათ, დღეს ტოპურიას უკვე აქვს ძლიერი ფინანსური ბექგრაუნდი. მას აქვს ბიზნესები, სპონსორები, სოციალური მედიის გავლენა. ის უკვე არ არის ის ბიჭი, რომელიც ბრძოლებზე მხოლოდ ხელფასისთვის გადის. ასე რომ, მისი გადაწყვეტილება აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ თანხაზე. უფრო მნიშვნელოვანია მემკვიდრეობა, რა დატოვებს ის შემდეგ თაობებს. მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორია, ბაზრის რეალობა. დიახ, ბოქსში შესაძლოა უფრო დიდი გონორარი მიიღო, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა შენ ხარ გლობალური სახელი. მაგალითად, ჯერვანტა დევისი ან ტერენს კროუფორდი, ესენი არიან ბოქსის მეგავარსკვლავები, რომლებიც იღებენ $10 მილიონ თითო ბრძოლაზე. მაგრამ კითხვა ისმის, არის თუ არა ილია ტოპურია უკვე იმ დონის პოპულარული მთელ მსოფლიოში? ის უკვე ეროვნული გმირია ესპანეთში, ნახევრად საქართველოში და ევროპაში საკმაოდ ცნობილია, მაგრამ გლობალურ დონეზე ჯერ კიდევ გზა აქვს გასაშველი. ბოქსში შესვლა მხოლოდ სახელით არ ხდება, საჭიროა მარკეტინგი, სკანდალი, ემოცია. სწორედ ამიტომაც მოახერხა კონორმა მილიონების შოვნა. ის შექმნა შოუ. ტოპურია კი უფრო სერიოზულია, უფრო პროფესიონალი, ნაკლებად შოუმენი. ამიტომაც მისთვის ფინანსური მაქსიმუმის მიღწევა ბოქსში შეიძლება უფრო რთული იყოს. თუმცა, მოდით გულწრფელად ვთქვათ. ილია ტოპურია იმ იშვიათ მებრძოლთაგანია, ვისაც ნამდვილად შეუძლია ისტორიაში შესვლა. თუ ის დაამარცხებს მახაჩევს, აიღებს მესამე ქამარს და შემდეგ გადავა ბოქსში წარმატებით, ეს იქნება ისეთი გზა, რომელიც არავის არ გაუვლია. ის გახდება ერთ-ერთი უფრო სრულყოფილი მებრძოლი თანამედროვე ეპოქაში. და ბოლოს, რაც უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ გულშემატკივრებმა უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. ილია უკვე გახდა ჩვენი დროის სიმბოლო. სიმბოლო შრომის, თავდამბლებისა და რწმენის. და თუ ერთხელაც თქვა, რომ დროა წასვლის, ესეც უნდა მივიღოთ სიამაყით. მაგრამ სანამ ეს მოხდება, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ვიდეოს ლაიქი, კომენტარი და გამოწერა. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ყველაზე დიდია. მიდით, გააზიარეთ ეს ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, რომ ილიას გზა მოისმინოს ყველამ, ვინც სპორტში ჯეროდა შეუწლელებელს. დაველოდოთ, რას გადაწყვეტს ილია, დარჩება თუ წავა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ის უკვე ჩაწერილია ისტორიაში.